მოგესალმებით ქალბატონებო, დღეს ისეთი დღე გვაქვს ქართველებსო, განსაკუთრებული და ლამაზი რა. იდეაში შანსი გვაქვს, რომ განსაკუთრებული და ლამაზი დღე იყოს პროსტ. იმიტომ რომ თურქეთთან მოგების შემთხვევაში დიდი ალბათობით ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გვექნება და ბოსნიასთან მოგების შემთხვევაში აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან. შესაბამისად, კალათბურთში იქით იმას უნდა მოვუგოთ, აქეთ ამას. დღეს თუ ქართული ტანსმელი ჩავიცით, თან ისეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში ხარ. რაღაცამ რო არ გაანაიტრალოს ეგ ნეგატივი. რა უნდა ვქნა დერმა მეტი და დავიღალეთ დაღლილი ხალხი ვართ ჩვენ. რაღაცები ხომ უნდა გვიხარო და შიგადაში გვაინდა. ხო და ეხა გამოვედი სახლიდან, ჩერლენკასთან გადავალ. ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ესტონეთიდან და ისინი უნდა ვნახოთ. ნიკი ხო იცით? ნიკი და ლუკა. მაგათი ნახვა გვინდა და მე უკვე არ ვიცი. იცი ხო ვიღებ. ხო და მე უკვე კალათბურთის ყურებას ავარაუდო ტელეფონში მომიწევს. მაგრამ ფეხბურთზე ვიდეოს გადავიღებ დაბალ ხარისხში, იმიტომ რომ თლიანი ვიდეოს გადაღება მინდა და რამდენად მეყოფა მეხსიერება ეგ არ ვიცი რა. ნახოთ. კაი დიდი ტვირთი ავიკიდე. თავზე მე მგონი მაგის გამო. ეგ ვიდეო საათნახევრიანი კი არა, 2 საათიანი ვიდეო გამოვა დიდი ალბათობით. მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში იქ ჩვენსკენ იქნება და ემოციებს და რაღაცებს დაინახავთ რა. ხო და რა ვიცი. რაღაცით ხომ უნდა გაგვიხარდეს მართლა, რაღაცები ხომ უნდა გაგვიხარდეს ადამიანებს. შიგადაში გვაინც. თან ეს ქართველები კაიერი ვართ ბიჭო, არა ვართ ცუდი ხალხი და რაღაცა კარგი ჩვენს გვჭირდება. ჩვენს კი არა, ჩვენ გვჭირდება თუ გვჭირდება. გერმანელებს ახლა ყლეზე არ კიდია ცხოვრობენ ზღავ აწყობილი დალაგებული ქვეყანა აქვთ და რა თუნდაც მაგათი ევროპის კი არა სოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე სიხარული და ყლეობები. Здорово. ფეხბურთს თამაშობენ ბიჭები. ელოშა. თან ეს ელოშას მეძახიან, ელოშის კი არ მეძახიან. ივენე ელოშა. მაგარი ამბავი მაქვს, ჟორჟ მიქაუტაძემ თავის ლიონის მაისურზე ხელი მომიწერა იქ ფრანგულად აწერია, რომ სპეციალურად ელოშასთვის, გიორგისთვის კი არა, ელოშასთვის. და ეგ ფაქტი მაგრამ ახარებს. პლუს ზევიდან ეხა გამახსენდა, დიმამ გამიჩიტა. 1-3 წელია ვეხვეწები ჩემ ძმაკაცს. ვინ არის დიმა არ გეტყვით, თორე მე მარტივად მიხვდებით. და მე იმას თქვენს თუ დაუწეთ. ხვეწნა, ისე ჩარში არის ეგ ბავშვი. თავის გეჭირებია. მე თუ მკითხოთ. ეს ტელეფონი დავასწრო. ეხა გადავდივარ ლენკასთან და ლენკა იმედი აქეთ იყურება, იმიტომ რომ გასაღები და კარგად დედა ვისვა სახლის. და ჩემი რა ლენკას გასაღები რომელიც მე მქონდა, მე მივეცი გასაღებიც და კარის გასაღებიც. ანუ ლიფტის შესვლით და კარის გასაღებით. და ტრაქში ვარ მე. ეს მაგარი კატა. სულ ესე გდია, სუმაკ კუთხეში გდებს. ყოველ დღე. არც იღლება. მე მგონი ლენკა აქ არ იყურება და დამერხა. ეხლა უნდა დავიყვირო ხო? რა. ბავშვობა გამახსენდება ეხლა. ლენკა! გამიღე რა. ეს უსაყვალესი ძაღლი არის. კაი ბიჭო, რას ხეფე? მეც მიყვარხარ. ეკეი ტიპი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვალესი ძაღლი არის თუ გაინტერესებთ. ლიფტში სარკია. ამისი ლიფტი არ მევასება. ესეთი ლიფტები არ ასწავლებს. 10 თეთრი როლის. ჩასვლა უფასო არის, მაგას ჯობია 5 თეთრიანი იყოს. იმიტომ რომ სახლიდან რომ გადიხარ ჩასვლის დროს რო გჭირდება, უეჭველი გახსენდება რომ 5 თეთრიანი წაიღო. და თუ ისა ვერ გახსენდება და ტრაქში ხარ რა. ეგრევე გერხება. ხვდებით ხო რა ვთქვი. დამცხა ხა ყავა მინდა და იმედი ელენკას გაკეთებული.
კურთკა მაქვს წამოღებული ყოველი შემთხვევისთვის და მე მგონი ვაფშე არ დამჭირდება ისიც ხელად. სამინდა და ჩემს ახლის გამაჩვენ. რა გჭირს? თუ ხსეწო. კამერა რა გასწვენდი? მე რა. კამერა მქონია გასწვენდი ხო? რა ხდება? რატო ხარ ცოცხალს ეს? შეიძლება სხვა რაღაცები ჩამომინდა და ეს სხვა რაღაცები არ მომეწონა და მე ცადე რომ იგივენაირად ჩამეცვა და კიდე არ მომეწონა და ეხლა სხვა რაღაცები მოწვია. მე? არ ლამაზი რო ხარ, მაგ ფაქტს რას უშვები? და უნდა კანი მზრაბო. ეგ გველი რო ხარ მაგის ბრალია. რა გინდა? შენაი ლამაზი ვიყო, რა ჩაცმულობაზე ვილაპარაკებ? ყავარ გვაქვს. ფეხლისფერი უნდა გამოვიწეროთ და გავიდეთ. აჰა, ფეხლისფერი უნდა გამოვიწეროთ და გავიდეთ. მე აქ რამდენი წუთი არის ეს ვიდეო? ლუკა კითხულობს ელოშა დამყვებაო? დაურეკოს რა ელოშა ლუკას და აჰა, მე ლუკას უნდა დაურეკო. მე ლუკას უნდა დაურეკო, ლუკა თავის ვიღაცებთან უნდა წავყვა სადღაც. სად მიყვები? რა ხდება? მე უნდა დაურეკო. აუ, არ მილაპარაკება ლენკა. აუ, 6 წუთიანი არის ეს ვიდეო, მაგრამ დღეს გადაიტან თუ ჩემოთ რა. დღეს საქართველოს ნაკრებები არის და მაგის გამო ცოტა ალიაკოჩი მაქვს დღე რა. მიყვარხართ, გაკოცეთ, ახ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ და ხვალ ვილაპარაკოთ დანარჩენი რა. ხვალ კაი ვიდეოს დავდებ. რაზე ვილაპარაკოთ? კოპალას ნუ усმენ რაღაცა დებილობას იტყვის და გამოჩნდება. ხო ეგრე არის. კიო დამეთანხო. ცხელა. მე მგონა არ ცხელა და ძალიან ცუდია რომ ცხელა. ო ტელეფონის დატანაც მინდა. პიზდე სტრახში გავიჩიტე შემთხვევით არ საიდან. აროჩი. მოდი ლენკა გამოვიწეროთ ფეხსაცმელი. კაკავჩი წავედი რა, მიყვარხართ გაკოცეთ. ესეთი ვიდეოები უფრო ხო არ ასწორებს ვიდრე ისენი. თქვენ ეგ გითხარით. ეს ხა ხო პატარა არის, მაგრამ ესეთი რო ჩათვალოთ, ეს 15 წუთიანი. რა არის? რა სახით იყურები, რა გინდა? მოთავალიერებინებ ჩემს სახლს. არ არის ეს შენი სახლი, ჩემი სახლია. ხო და რას გეუბნებოდ? ესეთი ვიდეოები თუ უფრო გაგისწორდებათ, მითხარით. და იმას იცო, აი სტეპს უფრო გადავიღებ ხოლმე. იმიტომ რომ ხა მე მაგრა გამისწორდა გადაღების პროცესი. პროსტა არ ვიცი რა, ვაფშე შინაარსი არის, არ არის, არაფერი არ ვიცი. ცხელა. ცხელა. კაი, გაკოცეთ, მიყვარხართ, კარგად იყავით ხვალამდე. გნახავთ მე. ხვალ მაგარ ვიდეოს დავდებ იმედია. იმედია ტელეფონი მიშველი, მეყოფა. რას უყურებ? რა უნდა ამ ქალს? თუ ვინმე ვიცით ლენკას რა უნდა დაწერეთ რა.